თქვენ უყურებთ ინტერნეტ ტელევიზია ფაქტორიჯის გადაცემას პოლიტიკის ფაქტორს. მე ვარ ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე და დღეს ჩემი სტუმარია პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამა საყვარელიძე. ბატონო რამა, ძალიან დიდი მადლობა, ვიცი რომ ძალიან რთული დღე გქონდა და რომ მონახეთ დრო და მიიღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. დღეს ჩვენ კვლავ ვისაუბრებთ არჩევნებზე, იმიტომ რომ არჩევნები საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრების ლამის ერთადერთ მთავარ მოვლენად იქცა მიმდინარე ეტაპზე და ამიტომ ჩვენ იძულებულები ვართ რომ თითისტარევით ვიტრიალოთ აი ამ პროცესის გარშემო, მაგრამ სანამ ჩვენი გადაცემის ძირითად თემაზე დავიწყებდეთ საუბარს, მე მინდა მცირე ისტორიული ექსკურსი შემოგთავაზოთ უახლეს ისტორიაში. კერძოდ საქართველოს სახელმწიფოს საარჩევნო არსენალში ძალიან მრავალფეროვანია ეს არსენალი და ჩვენ გვაქვს ისეთი გამოცდილება, როგორიც იყო ერთი საზოგადოებრივი პოლიტიკური ფორმაციის შეცვლა მეორით, გულისხმობს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გადასვლას დამოუკიდებელი საქართველოს რელსებზე. ასევე სისხლიანი გადატრიალება, სისხლიანი რევოლუცია 1991-92 წლების მოვლენები, როდესაც თქვა რომლის გამოძახილი დღემდე არის აქტიური და ცოცხალი და ახსოვს საქართველოს მოქალაქეებს. ასევე ჩვენს არსენალში არის უსისხლო ვარდების რევოლუცია და თქვათ 2012 წელს, რომელიც თქვათ რევოლუცია არ იყო, მაგრამ ეს იყო ხელისუფლების ესეთი რადიკალური და ძირეული ცვლა და ამასთანავე ჩვენს საარჩევნო არსენალში არის ძალიან ბევრი ტექნოლოგიები წინასაარჩევნო, ასევე თქვათ გაყალბების სხვადასხვა მეთოდი, რომელიც კი არსებობს მე მგონი დედამიწის ზურგზე. მაგრამ მთავარი მე მინდა გამოვყო ორი რევოლუცია, რომელიც ახსოვს ჩვენ სახელმწიფოს, ეს იყო ერთი სისხლიანი რევოლუცია, მეორე უსისხლო რევოლუცია და აი მესამედ უკვე ეს რევოლუციური თემა გაისმა ერთ-ერთი კანდიდატის ნაციონალური მოძრაობის წევრის გრიგოლ ვაშაძის PR ჯგუფის ხელმძღვანელისგან, ვინმე ბატონი შკლярოვისგან, რომელიც არის ეთნიკურად რუსი და რუსეთის მოქალაქე. ამ მომენტს განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს ორი მიზეზის გამო. პირველი, ვინ თუ არა, თქვათ ბატონმა შკლярოვმა უნდა იცოდეს და უნდა ახსოვდეს წესით მას რუსი კლასიკოსის ჩეხოვის ცნობილი გამონათქვამი, რომ თუ პირველ მოქმედებაში ჩვენ ვხედავთ თქვათ კედელზე იარაღს, მეორე მოქმედებაში ის აუცილებლად გაისვრისო. თქვათ იარაღი პირდაპირ მნიშვნელობით, ჯერჯერობით ქართულ პოლიტიკურ წინასაარჩევნო სცენაზე არ გამოჩენილა, მაგრამ სამაგიეროდ გამოჩნდა ოპოზიციის, ანუ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი სამხედროების, ფორმიანი სამხედროების ხაზს უსვამ ვიდეო რგოლები, რომლებშიც ისინი აცნობებენ საზოგადოებას, რომ არ ისურვებენ მთავარსარდლად ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატს, ანუ სალომე ზურაბიშვილს. ხოლო თუ ვივარაუდებთ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება მთავარსარდალი, ესე იგი საქართველოს პრეზიდენტი, გამოდის რომ ის სამხედროები, ჩვენი საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აპირებენ არ დაემორჩილონ, მას ყოველ შემთხვევაში ასეთი კითხვა ჩნდება, ანუ ალბათობა იმისა, რომ იარაღი, რომელიც გამოჩნდა ფორმიანი სამხედროების სახით, ამ იარაღმა შეიძლება თქვათ გაისროლოს მეორე ტურის შემდეგ, ანუ როგორც ჩეხოვი ამბობს, მეორე მოქმედების ფინალისკენ. და მეორე, რატომაც ვახსენე მე გრიგოლ ვაშაძის PR ჯგუფის ხელმძღვანელის ეთნიკური წარმომავლობა, არის უკვე პოლიტიკური შემადგენელი აქვს, თქვათ პოლიტიკური საფუძველი აქვს ამას. თქვათ იგივე 91-92 წლების მოვლენებში არის მოსაზრება, რომ დასავლეთისა და რუსეთის ინტერესი დაემთხვა ერთმანეთს, რომ შეცვლილიყო საქართველოს ხელისუფლება. და ჩვენ გვახსოვს თქვათ იგივე ბუშის ცნობილი გამონათქვამი, რომ გამსახურდია დინების საწინააღმდეგო ცურავს და იგივე მოსაზრება იყო 2003 წელსაც, რომ დაემთხვა დასავლეთის და რუსეთის ინტერესი იმ მხრივ, რომ დასავლეთის ინტერესი იყო კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების ხავერდოვანი რევოლუციების წყების მოწყობა პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე და არა მხოლოდ, ხოლო რუსეთისა კი ინტერესი იყო შევარდნაძის თქვათ ძალაუფლებისგან ჩამოშორება. ბატონ რამაზ, მესამედ უკვე ეროვნებით როგორც მე აღნიშნე, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, ის რომ ეთნიკურად რუსი არის, უბრალოდ მე ხაზი გავუსვი აი ამ ფონის გამო, რაზეც მე ახლა ვისაუბრე. აქაც იკითხება დასავლეთისა და რუსეთის ინტერესი და ამ შემთხვევაში თანხმედრა არის ისევ თუ განსვლა არის? დასავლეთის ინტერესი სიმართლე გითხრათ ამ შემთხვევაში ჩემთვის ბუნდოვანია. მაშინ როცა როგორც თქვენ ახსენეთ, ვარდების რევოლუციაში დასავლეთის კერძოდ ამერიკა ამ რევოლუციების ჯაჭვით იყო დაინტერესებული, იდეები აწუხებდა. ზვიადის პერიოდშიც სწორედ ბრძანდებით დასავლეთსაც ჰქონდა ესენი პრეტენზიები ზვიადი გამსახურდია ხელისუფლებასთან და რუსეთსაც თავის ანგარიში ჰქონდა
ოღონდ ანგარიში იყო პირველი დესტაბილიზაცია საქართველოში, რომ უცხოური ინვესტიციები არ შემოსულიყო ამ სივრცეში და მეორე ხელშეშლილად ზუსტად გამსახურდია იმ იდეისთვის, რომ უნდა შეიქმნას კავკასიური სახლი. თუნდაც უჭერდა მხარს ამ იდეას და ამ იდეის ორივე ავტორი ერთი კვირის ინტერვალით მოკლეს. ისე რომ პრინციპში ჩეჩნური მოტივით კავკასიური სახლის გაგონება რუსეთს არ უნდოდა და ამიტომ ჩაერთო, ამავე დროს დესტაბილიზაცია უნდოდა და ესეც მიიღო. ეხლა რაც შეეხება ანუ რომ დასავლეთისთვის სახიფათო ტერიტორია დარჩენილი იყო საქართველოს, როგორც საბჭოთა რომელშიც ფულის ჩადება არ არის, დიახ. რაც შეეხება ემას ვარდების რევოლუციას ანალოგიურად რუსეთს უნდოდა მის შევარდნაძის მოშორება და ამ დროს კიდე ერთი რამ უნდოდა რუსეთს ის შეპირდა დასავლეთს რომ თუ თქვენ კოსოვოს აღიარებთ მე აფხაზეთს და ოსეთს ვაღიარებ. მას სჭირდებოდა სცენარი რომელთაც ის მივიდოდა აფხაზეთს და ოსეთს აღიარებამდე. სააკაშვილმა ასეთ სცენარს შეუწყო ხელი. ნეფსი თუ უნებლიეთ, როგორ ფიქრობთ, აი ხა ამ გადასახედიდან ხომ პრინციპში გავიდა. მე კი გადავიხედავ, კი ბატონო, მაგრამ სააკაშვილის ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მაშინ მომქმედი პირებიდან გამომდინარე, ვინ იყო სააკაშვილის კარზე, ასე ვთქვათ. იყვნენ ისინი რუსეთთან კავშირში თუ არა? ბოლოს ბენდუქიძე ასეთი სხვილკალიბრიანი ფიგურა გახდა და ასე შემდეგ. ბევრი ამ საკითხიდან და ბიძა იყო ბოლოს და ბოლოს. არის კიდე. თავრომის ხლომებში ჩართული. ამ დეტალებიდან გამომდინარე მგონია, რომ არ იყო უნებლი. ეს რუსეთისთვის მხრის გასწორება. მით უმეტეს რომ მე ყველა ობიექტი ეკონომიურად საინტერესო რუსეთს გადაცა, კოდორი და ახალგორი იმ ტერიტორიებს გადაცა, რომელიც დაპყრობის შემდეგ რუსეთს ხელში მოხვდებოდა. მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტია, რადგანაც ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა, რომ როდესაც სანამ ახლა ახალგორში იყო ქართული მოსახლეობა, ასევე დიდი ლიახვის ხეობაშიც ეს არის შევახსენებ მაყურებელს, რომ ეს არის ჯავის რაიონსა და ცხინვალს შორის ტერიტორია, 14 ქართული სოფელი, ქართველები დასახლებული და იქ პრეტენზია არ ქონდათ და ვერ შედიოდნენ, ხო, სეპარატისტები 1990 წლებიდან მოყოლებული, როცა ეს პროცესები გამწვავდა და დაიწყო. და ჯერ სანამ ეს ომი იქნებოდა რუსეთ საქართველოს ომი, მანამდე შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, სადაც ტერიტორია მოინიშნა თითქოს, ხო, აი, როდესაც იქ დარჯდა სანაკოევი ადმინისტრაცია და იქ შევიდა ახალგორის დიდი ლიახვის ხეობაც უკვე თითქოს გამზადებული მიიღეს ტერიტორიული ერთეული, დიახ. სანაკოევმა მოგვიანებით გამოაცხადა კიდეც რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის თაობას. ასე რომ კერჩი ხელის ბრაგუნით ამ მოვლენების ანალიზი რაც ხდება დღეს საქართველოში არ მგონია რომ ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი იყოს. ეხლა თუ კი ამერიკის პრეზიდენტის საქმეებში ერევა არჩევასა და საქმეებში პუტინი რატომ გამორიცხავთ რომ მას ქონოდა ანალოგიური სცენარი საქართველოსზე და გაეკეთებინა იქ. ხოდეთ მე ამას არ გამოვირცხავ, პირიქით მე ის მეჩვენება უფრო საერთოდ რომ არ არის ლაპარაკი რუსულ კვალზე, ან თუ გადავხედავ ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას, აქ ლაპარაკია, ხო, ერთი მხარე ამბობს რომ ეს არის რუსეთის კანდიდატი, მაგრამ აი სპეცსამსახურების ჩარევა სხვა ქვეყნის არჩევნებში, როდის იყო ასეთი აშკარა რომ ეს არის ჩემი კანდიდატი და დაუჭირეთ მხარი. პირიქით სპეცსამსახურები არ გულისხმობს იუველირულ მუშაობას, ასე ვთქვათ, ფარულ მუშაობას და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. როგორ ერევა ფარულად, ისე რომ არ ჩანს რუსული სპეცსამსახური და ალბათ წარმოუდგენელია რა რომ არ ერეოდეს. არა, ჩვენ ახლა თან რუსული ერევა. გვაქვს სტერეოტიპი, რომ რუსი უნდა ჩაერიოს, გააფუჭოს და ასე. ასხებიც ერევიან ალბათ, დიახ. რუსი მოტივირებულია ხოლმე როცა ერევა, რაღაცა თუ აფუჭებს. და უნდა ვიკითხოთ მაინც, რომ აი მაშინ ქონდა ეგრო
კოსოვოს გამო უნდა პასუხი გაეცა დასავლეთისთვის, ხო? პრინციპი ბატონო, თქვენ ახლა იმას ამბობთ, რომ შევარდნაძე არ იყო თანახმა ასეთ სცენარზე? როგორც 2003 წელს თქვათ, რომ ასეთ სცენარზე, რომ მომხდარიყო ის, რაც შემდეგ მოხდა, რუსეთს შექმნოდა საფუძველი ნებსით უნებლეთ, მე მაინც ესე ნეიტრალურ პოზიციას დავიკავებ, ნებსით უნებლეთ იმისთვის, რომ ეღიარებინა შემდეგ ჩვენი სეპარატისტული რეგიონები. არ იყო მზად შევარდნაძე ან უარი უთხრა, თუ აი რა. მაშინ შევარდნაძის პერიოდში ჯერ ესა კითხი არ იყო. კოსოვოს თემა არ იყო წამოწეული ისე როგორც მერე. დიახ. არა, შევარდნაძესთან საერთოდ შევარდნაძე ეუბნებოდა შემიშვით და რაც გინდა ქენთ იქ გინდ ლაბორატორია იქონიეთ, გინდ რაღაცა ოღონდ იურისდიქციაში მე გამომიშვე, გადმომეცით, იქ ეს თემა არ იდგა. გემნილებზეც შეთანხმდნენ პუტინთან სოჩის შეხვედრაზე, მე მახსოვს, არა? ხო და 2000-იან წლებში. ნუ მერე სიტუაციები მსოფლიოში შეიცვალა და აქედან გამომდინარე უკვე პუტინისთვის აფხაზეთი და ოსეთი გახდა იმის ინსტრუმენტი, რომ დასავლეთისთვის კლიპურდი გაერტყა. ეს მართლაც კლიპურდი იყო, მისთვის ბევრი არაფერი. და გაერტყა ეს კლიპურდი. ხო, მაგრამ მითი აი დასავლეთს მაინც გაგიწევთ ოპონირებას. დასავლეთისთვის რა მერე, აი რა ზიანი მიადგა დასავლეთს, იმით რომ ჩვენი ორი სეპარატისტული რეგიონი აღერს, იმიტომ რომ მის მოკავშირეს ასე მოიქცა რუსეთი? ხო, მე რა უნდა მის გამოდა. მის მოკავშირეს მოექცა, თავის გავლენა გააძლიერა ამ რეგიონში, საიდან ჯარები იყო გაყვანილი. ეხლა ნუ 1-5 დღიანი ომით მეტი რა ამოცანა უნდა გადაეწყო. აი თქვენ ბრძანებდით, რომ კვალი, ანუ რატომ ერევა რუსეთი არჩევნებში? თქვენ ხედავთ ამ ჩარევას? არა, მე ვხედავ მოტივს. იქ იყო ეს მოტივი. და რა მოტივს ხედავთ მაშინ? აი რა მოტივი აქვს? მაშინ? არა, ახლა 2018 წლის. სამშაბათ საღამოს იყო ივანიშვილის ინტერვიუ. დიახ. სადაც მან თქვა, რომ ინვესტიციები ალბათ დაიბლოკებაო ამ რევოლუციური სცენარის გამო. ხო, ახლა როცა ამბობს ადამიანი რევოლუცია დეკემბერში, ვინ ჩადებს ფულს, არა? ნუ მე ისედაც ვიცი სხვადასხვა იურისტები, ვინც მუშაობენ უცხოელებთან, რომ გაგვაჩერესო და გვითხრესო, რომ დავუცადოთ არჩევნებს ჯერ ნურს წინ წახვალ, ნურს უკან. და ეს ძირითადად არის ჩინეთი, ინდოეთი და ასე შემდეგ. და მრავალმილიონიანი ინვესტიციები. და ჩინეთს იმიტომ უსამხას, რომ ეს არის საერთაშორისო. ჩინეთმა თავი არის და რუსეთს და წამოვიდა ამ სამხრეთი ხაზით. იქ რუსეთთან უთანხმოება ჰქონდა. და მილიარდები მოდის ამ ხაზით. და რუსეთს აწყობს ახლა, რომ ეს ხაზი აფეთქდეს, რომ ჩინეთი დაუბრუნდეს ისევ რუსულ მარშრუტს. დიახ. ანუ საქართველოს საერთაშორისო ფუნქციის დაკნინება მიდის მარტივად რომ თქვა. საქართველოზე არ არის ლაპარაკი, ნუ არა, ჩვენთვის რუსეთის ქმედების მხარეს, ჩვენთვის ხომ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ფუნქცია, იმიტომ რომ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ. მე ჩვენი ვერ ვიპოვეთ ჩვენ ადგილს და ვერ შევაფასებთ ვერაფერს ადეკვატურად. თუ ვიფიქრებთ მარტო საქართველოს. არა, რა თქმა უნდა. უნდა ვიფიქროთ რა ხდება და მერე დავაყენოთ საკითხი, რომ აქედან ჩვენ აქედან, რა თქმა უნდა. და ჩვენი პოლიტოლოგიური აზროვნება ძალიან ხშირად საჯარო აზროვნება ძალიან ხშირად არის ეთნოცენტრული რა, მარტო იმაზე ვლაპარაკობთ რა ჩვენ გვეხება. არც რუსეთში რა ხდება არ ვიცით, არც ამერიკაში რა ხდება არ ვიცით. არც ერთ ქვეყანა არ გვაინტერესებს. კავკასიაში რა ხდება ისიც არ ვიცით. არც კავკასიაში რაიმე გვაინტერესებს საერთოდ. ამ ეთნოცენტრის, როგორც პატარა ბავშვს თავისთავი ინტერესს მეტია. ამ ეთნოცენტრის ხელს უწყობს კიდე პოლიტოლოგიური საკითხების დაყენება. აბა საქართველოსთვის ეს რისი მომტანია. მოდი რა საქართველოს მოხსნათ და ზოგადად ეს რა ტენდენციასთან გვაქვს აქ. კეთილი, მაშინ ასე კითხავთ ბატონ რამას. ზოგადად არსებული ეს გეოპოლიტიკური ვითარება და ძალიან მნიშვნელოვანი
მოძრაობები ხდება, ხო, მანევრები ჩვენ გარშემო. თურქეთი არის აქტიური, ირანი არის აქტიური, საფრანგეთისა და მისი პრეზიდენტები, გერმანიის პრეზიდენტები იყვნენ სტამბოლში, შეხვდნენ ერდოღანსა და პუტინს, ალიევიც არის აქტიურად ჩართული, ვთქვათ, იგივე თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრებში, სომხეთით მოექცა ყურადღების ცენტრში აი ამ ფაშინიანის მოსვლით უცნაურ ჯერჯერობით. მე ვერ მიზანს და მოტივს ნათლად ვერ ვხედავ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა სიახლე არის და რაღაცისთვის გამიზნული. და თითქოს საქართველოს ამოვარდნილია ამ პროცესებიდან და იქნება შესაძლებელი, რომ მიდის ძალიან დიდი გადათამაშება, გავლენების სფეროებისთვის ბრძოლა და გადანაწილება და ამ დროს ჩვენ აბსოლუტურად სრულად ვართ ამოვარდნილი ამ პროცესიდან და პირიქით რაღაცა რევოლუციური რუსი მე ხას უსვამ რუსეთის მოქალაქე პიარ ჯგუფის ხელმძღვანელი ერთ-ერთი კანდიდატის რევოლუციით გვამუნათებს თუ გვაიმედებს თუ გვაშინებს ჩემთვის უცნაურია არა ჩვენ არ გვაშინებს ზოგადად ამბობს რუსეთისთვის ამას ეს ხო ჩვენ აუდიტორიაზე ნათქვამი ფრაზა არ იყო ისევ და ისევ ეთნოცენტრიზმი გვაქვს რომ ჩვენ გვაშინებს სულ ფეხებზე მგიდივართ მათ ჩვენ ხო გვეშინია ჰა ჩვენ ხო გვეშინია ეგიც ფეხებზე მგიდია შენ გეშინია ხო მაგრამ ჩვენ ხომ არ მინდა ვთქვა ფეხებზე მგიდია მაგრამ ჩვენ ხომ გვაღელვებს არა რო გვაღელვებს რო მე იმიტომ ეს მინუსებია რო გვაღელვებს და რო გვეშინია რა თქმა უნდა ჩვენი მინუსებია მოუმზადებლობა მინუსები ემოციებში ყველაფრის გადატანა მაშინ წააგე პაპარასს კეთილი მაშინ ყველა რევოლუცია რაც თქვენ ახსენეთ ემოციებზე თამაშით გაკეთებული რევოლუციები იყო კი ორივე ნუ რა ვიცი თუ ისე უაზრობებს გავაგრძელებს ქართველები ისე გვიზამენ რასაც უნდათ კეთილი რუსეთისთვის ნათქვამი ანუ რუსეთს უპატაკა ამის თქმა გინდათ რუსეთის ხელისუფლებას რომ იქ იქნება რევოლუცია და იქნება რევოლუცია იქნება არევდარევა კი მშვიდობიანია თქვა მაგრამ ხო ფაქტია რომ ფინანსური ნაკადების შეაჩერებს ნებისმიერ რევოლუცია არჩევნები აჩერებს და რევოლუცია შეაჩერებს ამან მეტი არაფერი იმას არ უნდა თავარია ფინანსური ნაკადები რატო არის რომ პუტინის დაახლოებული პირი არის პიარი რა ცოტა პიარჩიკი ყავს რუსებს პუტინს რა გაზპრომთან დაახლოებული პერსონა არის რომელიც სობჩაკის კამპანიას ხელმძღვანელობდა ისე რომ საკმაოდ მიღებული არის პუტინურ ელიტაში ის დაინიშნა აქ ასეთი აშკარა სულა რატო გაკეთდა ხო შეიძლება აი მე ვთქვათ ვიტყვი ასეთ ვარიანტს ხო შეიძლება დაექირავებინათ ამერიკული ბრიტანული ამის ოფშორში რეგისტრირებული PR კომპანია რომელიც არ ასოცირდებოდა ასე პირდაპირ და გააკეთებდა ქალბატონო სერიოზულად ამიტომ აშკარად აკეთებენ ხო მესმის შეურაცხყოფელი არის და დასაფიქრებელი რომ ასე აღარ მოგექცნენ მომავალში ნუ ფაქტია რომ შედეგი აქვს აი ეს იდიოტური იმებით რომ არის რუსეთის აგენტია ეს სალომე ზურაბიშვილი და ვაშაძეზე საერთოდ ხმას არ იღებენ ხო და ფაქტია რომ შედეგი აქვს და აი ამ შედეგი ესე ძალიან საინტერესოა რა პირდაპირ თქვათ რუსეთის მოქალაქე თქვენ ბრძანეთ აი პუტინის კარზე მიღებული PR ჯგუფი ხელმძღვანელობს თქვათ ჩვენ ვიცით ბიოგრაფია კანდიდატისა რა ვაშაძის მაგრამ ისინი ამას წარმოაჩენენ დადებით კონტექსტში ისე რომ წარმოაჩენენ ეს გასაგებია იმიტომ რომ ეს მათი ინტერესია მაგრამ საზოგადოებაც ამას იღებს ჩვეულებრივად ვთქვათ და არ მინდა ხა ჟარგონი ვთქვა ჭამს უკაცრავად მაგრამ ძალიან ზუსტად გამოხატ იჯერებს აკადემიურად რომ არა არც იჯერებს შეიძლება მაგრამ ფეხებზე გიდია მას ეხლა აქ ინტერესი და ეგ ხერხი იყო ვარდების რევოლუციის დროსაც ნახმარს საერთოდ ძალიან გავს ეს ვარდები და დღევანდელი სიტუაცია ხერხებით NGO-ების მონაწილეობა დაახლოებით ისეთი იყო წინასწარ შემზადება რომ აუტანელია არსებული ხელისუფლება და ასე შემდეგ აი აუტანელია არსებული ხელისუფლება ამ ფონზე უკვე ხალხს უჩნდება ესა რომ მოდი ნებისმიერი სხვა ოღონდ ეს არ იყოს ვინც არის ნებისმიერი სხვა არის ნაციონალი ისე რომ ამის აუტანლობით
მოსახლეობა ელექტორატს თავისკენ ერეკება ესა. აი ცხრებს რო ერეკებია. აი ეს მინდა რომ თქვა ელექტროტი ცხარი ხო არ არის მე? არის. ამ ელექტორატს სჭირდება დამტკიცება იმის რო ცხარი არა. და მაგის არჩევნები იქნება ახლა. ანუ თუ ნაციონალურ მოძრაობამ მოახერხა მდინარეში მეორედ შესვლა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მდინარე დამყაყდა. ხატო უნდა თქვა. დამყაყდა, როდის იყო აყვავებული. არა ცხოვრების მდინარე ყოველთვის აყვავებულია ხოლმე. ჩვენი კონკრეტული მდინარე დამყაყდა. თუ ყოველთვის დამყაყებული იყო ჩვენი მდინარე? არა, ნუ საერთოდ თელ PR ტექნოლოგიებში რა არის ბოლოს PR ტექნოლოგია? არის ადამიანების ხვრად-ქცევის ტექნოლოგია. არ იარსებებდა PR ტექნოლოგია შედეგი რო არ ქონდეს. ამ შედეგს იძლევა რაღაც 1, 2, 3, ამიტომ ცხოვრება დიდი შეურაცხყოფა არ არის. ამერიკული ამორჩეული ცხარია, ფრანგიც, ინგლისური. სადაც PR ტექნოლოგია გამოიყენება, ის ყველა ვისმაც ხარისხებს გააჩნია. ზოგი უფრო მაძღარი ცხარია, ზოგი უფრო გამხდარი და მშიერი? არა, გარდა მაძღარი და მშიერისა, მუშაობს, რა თქმა უნდა, არა. მაგრამ გააჩნია რაღირებულებებზე ორიენტირებული ცხარია. აი პატრიოტ ქვეყნის გადარჩენაზე ორიენტირებული თუ არ არის და მარტო იმაზე ორიენტირებული მე დღეს რა ვჭამე და ხვალ რა შევჭამ ასეთი ცხარი რა შემშულზე ბალახზე ორიენტირებული ცხარი მაშინ გაიმარჯვებს ვაშად ოდნავ თუ დაფიქრდნენ იმაზე რომ რუსეთის ხელში ვარდები და აქედან გამომდინარე თან რუსეთის ხელში ვარდები ერთი დეტალია რუსეთმა თუ გაიმარჯვა ინვესტიციები შეთა არ შემოვა იმიტომ რომ იმ ინვესტორებს არ უნდათ რუსეთის კონტროლის ქვეშ იყოს მათი ფული და სიღარიბე ეხლა რო არის სანატრელი გახდება ინვესტიციები თუ არ იქნება ისე რომ ფაქტიურად ეს ბალახზე twin გადაკეტილი ცხარი უარესლეში ჩავარდება ბალახის თვალსაზრისით ანუ საჭმელი ვიდრე იყო იქამდე მაგრამ ნუ ეს ჯგუფურ აზროვნებას ხალხის აზროვნებას ასეთ ხარმეზები ყოველთვის ქონდა და იმან გაიხსენეთ ჯვარზე ქრისტე ხალხმა გააკრა არავის ბოროტნებას ეს არ უქნია ხალხმა გააკრა დემოკრატიულმა პრინციპმა უმრავლესობამ გადაწყვიტა დიახ კი ბატონო და უბრალოდ ვიღაცამ ხელი შეაშველა ამ ხალხის მაგ პოზიციის შემოყალიბება და ჩვენ არ გვიხსენებია თქვა ხელისუფლებამ რატომ დაუშვა რომ ის ვერსია ჩავთვალოთ რომ მართებ დავუშვათ ეს ვერსია რომელსაც რუსეთის ინტერესი რუსეთი მოქმედებს იმისთვის რომ იყოს არეული არასტაბილური ვითარება იმიტომ რომ გასაგებია ამოვარდება თქვა გადაიწევს ევროკავშირში ნატოში გაწევრიანება ინვესტიციები და უფრო იოლად სამართავი ტერიტორია იქნება და აფეთქების ბევრი საშუალება იქნება თქვა უკვე ავტონომიების გარეშე ხო ისინი აბა წაიღო ჩვენი სეპარატისტული რეგიონები და სხვა ნაღმებს ამოქმედებს, რომელიც აქ არის. ეს საფრთხე წესით ხო უნდა ქონოდა ერთ-ერთ ვარიანტად გაანალიზებული ხელისუფლებას. რატომ დაუშვა მოვლენების აქამდე მიყვანა? მისი პასუხისმგებლობაც ხომ არის? კალოდინა სააკაშვილი და კამპანია, ანუ მაშ ბურჯანაძე და ჟვანია. დაიჩეკნენ შევარდნაძის კალათაში. დიახ. ბუდეში. 9 წელიწადი იყვნენ ამ ბუდეში. 9 წლის განმავლობაში მათ საკმაოდ მაღალი პოსტები ეკავათ. 9 წლის განმავლობაში მათ მიიღეს იმის გამოცდილება, როგორ ემართათ უცხოეთის განწყობილებების სათავისოდ, რუსეთის სათავისოდ. ნიჭიერების გარდა მიიღეს ეს გამოცდილება რა. და ამავე დროს მიიღეს ალიანსებში შესვლის გამოცდილება. ამერიკელებს გაუგორებენ, რაც ამერიკელებს უნდათ, რუსებს მისცემენ, რაც რუსებს უნდათ, ანუ რამოდენიმე ფრონტზე ერთდროულად თამაშის გამოცდილება. და ასე შემდეგ. ქართულოცნებას ასეთ გამოცდილება არ აქვს. მან არსებობა როგორც პარტიამ და მისმა წევრებმა როგორც პარტიულმა ფიგურებმა დაიწყეს 6 წლის წინ.
ეხლა შედარებადი არის 18 წელი 6 წელთან. არა, რა თქმა უნდა. ანუ შევარდნაძეს ის ცემა გმართებს გამზრდელისაო? გამოდის. შევარდნაძის პასუხისმგებლობაც არის ამაში. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. უბრალოდ შევარდნაძემ რაღაც ეტაპზე რო ნახა რომ იგი მას ამერიკამაც ზურგი შეაქცია და რუსეთს იმედი ისაც არ ქონდა ჩაიქნია ხელი და მიუშვა პროცესი. და ბატონო ამას აი ეს მეორე მოქმედებაში გაისვრის, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან საგანგაშოა სამხედროების ჩართვა, სამხედრო ფაქტორის ჩართვა აი ამ წინასაარჩევნო პროცესში, რომ მეორე განცხადება ხო გასაგებია და უცნაური საინტერესო არის ის, რომ აი ეს ალბათ წინასაარჩევნო ერთ-ერთ კომპონენტა წინასაარჩევნო კამპანიის სამხედროების გამოსვლა ფორმებში და მთავარსარდლის შეკვეთა, ეს ალბათ პიარ ჯგუფის იდეაა და დამსახურება, ხო? პრინციპში ალბათ შკლაროვის იდეაა და აი ამ რუსული პიარ ჯგუფის იდეა არის და გაისვრის, არა, მესმის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მათ ანგარიშზეა და ის აანონსებს რევოლუციას. ანუ მეორე ნაბიჯი ის იქნება, რომ თუ მთავარსარდალი იქნება სალომე ზურაბიშვილი, მაშინ ანუ პრეზიდენტი გახდება სალომე ზურაბიშვილი, მაშინ ისინი არ დაემორჩილებიან და სამხედრო ამბოხისკენ. აი ისინი თქვათ იგივე გენერალი დევი ჭანკოტაძე რაღაც ნაწილი შეიძლება ცადონ მაგის გაღვივება. ისევე როგორც რევოლუციის გაკეთებას ცდიან. მაგრამ მე ეჭვება რომ გამოვიდეთ. მე მოგახსენე აი საფუძველი რა არის თქვენი ეჭვის რომ არ გამოვუვათ რევოლუცია. ხო. მე მოგახსენე ცხოვრები არიან თუ არა ქართულები გამოჩნდებათ ხო ნიშნის მოგებით, მაგრამ მაინც მჯერა რომ არ არიან. და მჯერა რომ საზოგადოების ის ნაწილი რომელიც არამიშას უკან დგას ახალგაზრდებიან საშუალო ასაკიან ეს აქტიური ნაწილია და მე მგონი ისინი მოახერხებენ იმ 50%-ის აყენებას და თავის გვერდით დასმას რომელიც სახში დარჩა პირველი ტურის ბოლოს ანუ მოსახლეობის იმედი მაქვს და თქვათ რუსეთს აქვს თავისი ინტერესი არეულობის. ეს ინტერესი არ გაქრება მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, შემდეგი სულაც ექნება მომზადებული თუ ეს უბრალოდ ისეთი მსუბუქიც დაიყო, რომ არეულობის შექმნის ცდილობა თუ იმ ვერსიას დავუშვებთ და ვუშვებთ თქვენ ჩვენ აი ალბათობით ვლაპარაკობთ. და თუ უშვებთ იმ ვერსიას, რომ მოწადინებული არის აქ დაინტერესებული არის საქართველოში არეულობით. თუ არ გამოვიდა, ვერ შეასრულა ის გზავნილი, რაც შკლაროვმა როგორც თქვენ ბრძანეთ რუსეთის ხელისუფლებას, რითაც მიმართა, მაშინ ის გააგრძელებს აქტივობას თუ ანუ ჩვენ მუდმივი არასტაბილურობისკენ ვართ განწირული და შესაძლოა ამიტომ სულ ექნება რუსეთს ეს ინტერესი შესაბამისად ჩვენი პოლიტიკური კლასის პოლიტიკური ელიტაც არ არის ჩამოყალიბებული ისე რომ მას შეეძლოს შიდა გარე პოლიტიკური ფაქტორების განეიტრალება თუ არა მინიმუმამდე დაყვანა მაინც გამოდის რომ ჩვენ განწირულები ვართ აი ამ არ მომწონს სიტყვა განწირული არ მინდა და მე კარგი ქართული სიტყვა ანუ ჩვენ დიდი გავართ მუდმივად იმ საშიშროების წინაშე კი ბატონო სხვა სიტყვებით ვიტყვი იმ საშიშროების წინაშე რომ ვიქნებით აი ამ არეულობის თავიდან მოგერიების რეჟიმში, არეულობის მცდელობის თავიდან მოგერიების რეჟიმში. ის ისტორია რაც საქართველოს ვიცით. ოდესმე გქონდათ სხვა რეჟიმი. არა რა თქმა უნდა. მაგრამ მაშინ მეტაკლებად ვიგერიებდი, ხა საერთოდ ვეღარ ვიგერიებდი. როგორ გიგადრებას, რა სიგერიებდით? 80,000 კაცი იყო რეგლას დროს საქართველოს მოსახლეობა გაწყვეტილი იყო. მაგას გვამადლიან დღემდე რუსები რომ არა რუსეთის იმპერიის პროტექტორატი თქვენ კი ბატონო მაგრამ ფიზიკურად არ არსებებდითო არა დამადლება ნიშნავს იმას რომ იგერიებდი არა ხო პასუხი მაგ კითხვაზე არა მაგრამ ის რომ ასე ცხოვრება გქონდა არ გიშლიდა ხელს რომ მიწა გემუშავა გეწერა რაღაც ჩვენ ეხლა გავითიშეთ და სხვაზე არაფერზე არ ვფიქრობ და ისტერიკა გვაქვს იმისგან რომ აი რუსეთი გვეღეთინებს. რუსეთი კი არა, თურქეთი, სპარსეთი, არაბეთი, მონღოლეთი ვინ არ გიღეთინებდა? ბიზანტიაც კი. ბიზანტია მთავარი ხო, ყველაზე უღარესი. ბიზანტია და რუსეთი გავს ერთმანეთს. მეგობრად მოსული. ძალიან. ხო და არსებობდი და იბრძოდი. როცა იბრძვი და მიღებული გაქვს ეგ რა რომ მე უნდა ვიბრძოლო იქ ისტორიჩკა აღარ ახარ და ბრძოლა არ გაწუხებს
როცა ისტორიჩკა ხარ და გინდა რომ აი ყველაფერი დაწყნარდეს რა, ну იქნება ოღონდ ბუნტი. იქ ბრძოლის უნარს კარგავ. ანუ ქართველები ანუ სიცოცხლის უნარს კარგავ. თვალსა და ხელშუა ვიცვლებით ქართველები. ეს მებრძოლიერი ხდებით ბრძოლის უნარო. და გვერდით არიან ჩეჩნები, რომლებიც ბრძოლის უნარიანი იყვნენ და აგრძელებენ ყოფნას. შევხედოთ რა ჩვენ კავკასიურ ცხოვრებას და ცოტა შევხვცხვეს იმისა, რომ სულ გვაწუხებს, რომ არ იქა რუსეთი რას გვიზამს. რასაც გვიზამს, 5 იმდეს უზამს. აი ეგ ფაქტია, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა ქართული ისტორიის ისე გამრუდება, რომ სულ დაგვეკარგა სახე. ხო. და ესე იგი საპესიმისტო ხოდეშ და აი ეს მეც აი ჩემი ოპტიმიზმის საფუძველს ყოველთვის იძლევა ხოლმე და აი ოპტიმიზმით მავსებს ისე რომ ახსენდება აი 2008 წელს აი მართლაც უპრეცედენტო გმირობის მაგალითები, იმიტომ რომ ეს აჩვენებს რომ წყვეტა, გენეტიკური წყვეტა არ არის. არ არის არანაირი უცებ გამოვარდებადია, უცებ გამოვარდება. არა. არა, თამარ საშუალო გენეტიკური წყვეტა არც იმაში არ არის, რომ სესულელებს აკეთებდნენ მაშინაც მე არა მაგაშიც არ არის დიახ მაგაშიც არ არის პოლიტიკური სიმწიფე ყოველთვის დეფიციტი იყო მაგრამ ნუ ფაქტია რომ ჯერჯერობით გინდ რუსეთმა გინდ არის სხვა ქვეყნებიც რომელთა პრეტენზიები უდაოდ გასათვალისწინებელია ჯერჯერობით ვერ გაამრუნდეს ქართული ხაზი და ნახოთ ყოველ შემთხვევაში საბაბს ჩივილისას რომ აირაგვეშველება ვერ ხედავ არაფერი არ გვეშველება ბრძოლა მოგვიწევს და კარგია რომ ბრძოლა მოგვიწევს არ დავიძინებთ ბატონო ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და იმედია გაგვახსენდება და გვეცოდინება რომ ბრძოლა მოგვიწევს და ბრძოლა არის სიცოცხლე იმიტომ რომ ბრძოლა არის მოძრაობა და იმედია ვიქნებით ცოცხლები და ბრძოლის უნარიანები ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის